გამარჯობა, ამ ვიდეოში გასწავლით დეტალურად თუ როგორ უნდა დააგროვოთ სატოშები, ანუ როგორ უნდა შეაგროვოთ ბიტკოინები. ვინც არ იცის რა არის ბიტკოინი ან სატოში, შეუძლია შევიდეს ამ ბლოგზე და წაიკითხოს, საკმაოდ კარგი წერია. ბლოგის მისამართს, რა თქმა უნდა, ვიდეოს აღწერაში დავდებთ. დასაწყისისთვის ჩვენ დამჭირდება ბიტკოინის საფულე. Შეგიძლიათ მიიღოთ ეს იმანიჯიზე დარეგისტრირდებით და ჩვეულებრივად ბიტკოინის განყოფილებაში აირჩიოთ ჩვენი ბიტკოინის მისამართი და ეს კოდი იქნება თქვენი საფულე, რომელზეც დაგერიცხებათ მოპოვებული სატოშები. აი ამ ბლოგზე შეგხვდება თქვენი საიტები, რომლის მეშვეობითაც დაიწყებთ სატოშების შეგროვებას და საბოლოოდ გადაცვლით, რა თქმა უნდა, თანხაში. მე ამ ვიდეოში განვიხილავ ამ საიტებს, თითოეულ მათგანზე თუ როგორი არის შესაძლებელი დაგროვება. დავიწყებ პირველით. Free Bitcoin. აქ მარტივი რეგისტრაცია არის საჭირო, იმეილი, პასვორდი და კოდი, რომელიც თქვენ გაქვთ იმანჯიზე. გაგვიხსნის აი ასეთ საიტს. თქვენ ხედავთ, რომ მე ხა მაქვს 6350 ბიტკოინი. აქ არის მომგებიანი ციფრები. ახლა გაჩვენებთ. აი ამას ვაჭერთ მწვანეს. და ერთ-ერთი სირთულე, რაც ესეთ საიტებს გააჩნია, ის არის, რომ უნდა დააფიქსიროთ, რომ თქვენ არ ყავთ ბოტი, ასე ვთქვათ, თქვენ თვითონ აკეთებთ ამ ყველაფერს. ესეთი შემოწმება არის ერთგვარი. მცირედი ინგლისურის ცოდნა დაჭირდება. მე დააფიქსირე, რომ არ ვარ მე ბოტი. controls. დაგვიწერა ციფრი 6260. თუ შევხედავთ, აქ 0-დან 9800-მდე მდებარეობს 6260, შესაბამისად მოვიგეთ 378 ბიტკოინი, რომელიც ჩვენ დაგვერიცხება ჩვენს ანგარიშზე. ეს საკმაოდ დაბალი ციფრია, რა თქმა უნდა, მაგრამ მიტაყობრივად შეგიძლიათ დაგროვება, რა თქმა უნდა, ბევრი საიტის მეშვეობით. შემდეგი საიტი CleanBitco. ცოტა გავხსნი. პრინციპი ყველა საიტზე არის ერთნაირი, ამიტომ როცა რამდენიმეს აუღებთ ალღოს, შემდეგ აღარ გაგიჭირდებათ. მაგაც იგივე. ეს რეკლამებს უბრალოდ მე მიხსნით, თქვენ არ გაგიხსნით. ვირუსის ბალია. მაგ გვეკითხება, მონიშნეთ სურათი, რომელზეც მანქანაა გამოსახულიო. მონიშნოთ. აქ არის კიდევ ასეთი რამ. დავირჩიოთ ციფრები 964 რიგრიგობით, რომელიც აქ წერია. 964. და მივიღებთ 100 სატოში. დაგვერიცხება faucetbox.com-ზე. ეს არის საფულე, რომელსაც ავტომატურად თვითონ გიხსნით და შემდეგ აქედან შეგიძლიათ გადარიცხოთ თქვენთვის სასურველ მისამართზე. ეს არის faucetbox-ის საფულე. ახლა გადავიდეთ ცოტა სხვა სტილის საიტებზე. ეს იყო საიტები, რომლებიც ყოველ 1 საათში შეგიძლიათ გამოიმუშაოთ სატოშები. არის შედარებით ნაკლებ დროში გამომუშავებადი საიტები, მაგალითად აი ეს, რომელიც 10 წუთში ერთხელ შეგიძლიათ გამოიმუშაოთ. ნახოთ. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ აი ამ ლინკს დააჭიროთ და ისე გადახვიდეთ. გირჩევთ, რომ
სადაც რეგისტრაციას მოგთხოვთ, ყველგან ერთი იმეილი და პაროლი დარეგისტრირდეთ, როცა შესვლა დაგჭირდებათ, მარტივად შეხვიდეთ. მაგ გვაქვს ორი საშუალება დაგროვების, ყოველ 10 წუთში და ყოველ 1 საათში. ყოველ 10 წუთში იგივე პრინციპი აქვს, როგორც პირველ საიტზე გათამაშების. აჭერთ აქ ითვლის ციფრებს. მოგვივიდა დაბალი, ამიტომ მოვიგეთ ცოტა, 90 სატოში. ანუ დავაფიქსიროთ, რომ ალბათ ბოტი. ნიშნოთ ხეები. ავის. აქ დაიწყო ათვლა. კიდევ რამდენ ხანში შეგვიძლია ჩვენ სატოშის დაგროვება. აქ გატოვა წერია 1 საათიან ბონუსზე, ანუ აქ უკვე შეგვიძლია მიღება. ეს არის ასე ვთქვათ, გრძელი ბორბალი. ამასაც თავადელებს მოგცემს სატოშებს. 270 სატოში მოგცა. ჯამში 350 სატოში მივიღეთ ამ საიტიდან. საკმაოდ ნორმალური ციფრია. აქაც დაიწყო ათვლა 59 წუთი. შემდეგი საიტი არის Boxbit. ისიც საკმაოდ კარგი საიტია, რომელზეც ყუთების გახსნით შეგვიძლია დავაგროვოთ სატოშები. ვაწვევით select box. დავარჩიოთ 5. მოგვივიდა 85 სატოში. ნუ თუ არ მოგწონს ეს ციფრი, შეგვიძლია მეორე ცდაზე დავიდეთ. ვიღავთ სხვა. აი უკვე 102 მოგვივიდა. მომდიოთ ჯობია, ხიდ დაგარისკოთ. ვაწვევით next. მოფიქსირებთ რომ არ ვართ ბოტი. სულ ეს იყო. გეთრიალოთ. დაიწყო ათვლა. დაახლოებით ესეთი პრინციპის არის თითქმის ყველა საიტი. არის კიდევ ერთი განსხვავება. საიტები, რომლებიც ავტომატურად თავისით აგროვებენ სატოშებს. ერთ არის საიტი Time for Bitcoin. რომელზეც ერთჯერადი რეგისტრაციით დავიწყებთ სატოშების შეგროვებას გამორთული კომპიუტერის შემთხვევაშიც. როგორც მე ვიყავი შესული 36 საათის წინ, მას შემდეგ თავისით დააგროვა 827 სატოში. შეგვიძლია ეს სატოშები თქვენ ჩამოყაროთ, ანუ ანგარიშზე გადავყაროთ და შემდეგ უფრო სწრაფი ტემპით დაიწყებს შეგროვებას, რაც უფრო ჩქარა გადავყრით, უფრო სწრაფად დაიწყებს შეგროვებას. აა 7400 გაგვიხდა. ну ასეთ რამდენიმე საიტი არის ჩემს ბლოგზე, ასე რომ თემშოვით ძალიან მარტივად შეგიძლიათ სატოშების დაგროვება. თუ რამე კითხვები გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ მომწეროთ ბლოგზე, ან იმეილზე, რომელსაც ასევე მოვაყოლებ ვიდეოს აღწერას. წარმატებებს გისურვებთ, მადლობა ყურადღებისთვის.